განუყოფთ კურიერს 9 საათზე რუსთავი საქმეში იურიდიულ ხარვეზებზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დასკვნაში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, შესწავლილია რამდენიმე სამართლებრივი გარემოება, რომელზე დაყრდნობითაც დიდმა პალატამ გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავს საქმეებზე უზენაეს სასამართლოს განსხვავებული მიდგომა ჰქონდა და ასევე გაურკვეველია გარემოებები, რომლებიც ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების მიზეზი გახდა. ეს ეჭვები დატოვა, ეს კითხვის ნიშნები ვერ მოიხსნა, ეჭვები რუსთავი საქმეზე დიდი პალატის გადაწყვეტილების გამოქვეყნებამ არ მოხსნა, მათ შორის სასამართლო დამოუკიდებლობისა და შედეგით ხელისუფლების დაინტერესების შესახებ. სამართლებრივი ანალიზის შემდეგ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, რის საფუძველზე გამოიტანა ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ. ახალგაზრდა იურისტებს მიაჩნიათ, რომ მტკიცების ტვირთი არასწორად გადანაწილდა. ასევე მათი განცხადებით, დიდმა პალატამ არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ ქიბარ-ხალვაშის მიმართ განხორციელებული ძალადობა საყოველთაოდ აღიარებული იყო. დიდი პალატა საუბრობს, რომ იძულება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მოიშველიებს დეპარტამენტის ანგარიშს, თუმცა ამ ანგარიშში ჩვენ ნახავთ, რომ საუბარია ზოგადად იმაზე, რომ ქიბარ-ხალვაშმა მიმართა პროკურატურას იძულებასთან დაკავშირებით და აქ არ არის მტკიცებით ფორმაში ნახსენები და არც დასკვნა ამასთან დაკავშირებით არ გვხვდება. სასამართლოს ამ შემთხვევაში ეს მტკიცებულება არ უნდა მიეჩნია საკმარისად. დიდი პალატა საუბრობს იმაზე, რომ აღარც მოპასუხე მხარემ ვერ დაუპირისპირა მოსარჩელის მტკიცებულებებს და ფაქტებს თავისი არგუმენტები კვალიფიციურად და ამას წარმოაჩენს დიდი პალატა იმგვარად, თითქოს ასეთ ვითარებაში მოსარჩელეს საერთოდ თავისუფლდებოდეს მტკიცების ტვირთისაგან, როდესაც პირიქით არის. საიას აზრით პრობლემურია შეცილების ვადის საკითხიც, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია ეცნობა თუ არა 2008 წელს რუსთავი ქიბარ-ხალვაშის მიერ პროკურატურაში საჩივრის შეტანა. ახალგაზრდა იურისტებისთვის ასევე დაუსაბუთებელია, რატომ შეცვალა უზენაესმა სასამართლომ ქონების დაბრუნების წესი. ქიბარ-ხალვაშის ადვოკატი საიას მოსაზრებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ანალიზი არაკვალიფიციურია. არასწორი ინტერპრეტაცია არის გაკეთებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ ქიბარ-ხალვაში აცხადებდა, რომ მას იძულებით დაათმობინეს. მე მაქვს უფლება შევეცილო მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა მასთან შეცილების გარეშე, რომ სასამართლოში წასვლის უფლება მაქვს, ამაზე მე მგონი საია ვერ იტყვის, რომ ესეთი უფლება არ არსებობს. ერთი შეხედვით ძალიან ზერელე დასკვნა არის. რუსთავი მიაჩნიათ, რომ საიას მხრიდან გამოქვეყნებული ანალიზის შემდეგ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა ეჭვი რუსთავი საქმეში ხელისუფლებისა და სასამართლოს შეთანხმებული მოქმედების შესახებ. 2017 წლის მარტში, როდესაც 3 მარტის შემდეგ, როდესაც სტრასბურგმა დროებით შეეჩერა გადაწყვეტილების აღსრულება, ჩვენ ჩაგვივარდა ხელთ სამთავრობო გუნდის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მათ გაუგზავნეს ევროპარლამენტს და ამ დოკუმენტში ეწერა სწორედ ეს ფაქტები ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის და საერთაშორისო გამჭვირვალობის დასკვნა, რომელსაც შემდეგ პირველად საქმის მცველობისას პირველად შევხვდით უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც უკვე აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა. უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ შინაარსობრივად გაანალიზებულია, რამდენად არასწორია და უსწოროა უпростоრად სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე ძალიან მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაეს სასამართლოს წინარე პრაქტიკას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება უზენაეს სასამართლოს შემდგომ პრაქტიკას. ეს აჩვენებს თვალნათლივ, რომ ამ საქმეზე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სპეციფიურად ამ საქმისთვის და ამ შედეგის დადგომისთვის მიზანმიმართული და აბსოლუტურად ამოვარდნილია ყოველგვარი სამართლებრივი კონტექსტიდან, საკუთრივ უზენაეს სასამართლოს შემოქმედებიდანაც. სამართლებრივი შეფასების შემდეგ ახალგაზრდა იურისტებისთვის ბუნდოვანია გარემოებები, რომელიც დიდი პალატისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. კიდევ ერთი ჩანაწერი შეერთებული შტატების ბიუჯეტში, რომელიც საკანონმდებლო დონეზე აღიარებს რუსეთის როგორც ოკუპანტის სტატუსს. ევროპასა და ევრაზიაში რუსული გავლენის შეწინააღმდეგების შესახებ კანონში პირდაპირ წერია, რომ რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის უკრაინიდან და მოლდოვიდანაც. საქართველოსთან დაკავშირებით შეერთებული შტატები 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებასაც მოითხოვს. გარდა კრემლიდან მომდინარე სამხედრო საშიშროებისა, დოკუმენტში რუსული პროპაგანდის საფრთხეზეც არის საუბარი. სადაც არის მოწოდება, რომ რუსეთის ფედერაციაზე გაიყვანოს
საქართველოს ტერიტორიიდან, აქვე არის ნახსენები უკრაინა და მოლდოვა. ამ ჩანაწერის გარდა სენატის კანონპროექტის კიდევ რამდენიმე პუნქტში პირდაპირ არის დაგმობილი 2008 წლის რუსული ოკუპაცია და მოწოდებაა მოსკოვისადმი შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ევროპასა და ევრაზიაში რუსული გავლენის შეწინააღმდეგებას ეხება, სენატი სავარაუდოდ მალე დაამტკიცებს. რუსეთის საფრთხეების გასანეიტრალებლად ამერიკა 2018-19 წლის ბიუჯეტიდან 250 მილიონ დოლარს გამოყოფს. მარტო საქართველოზე არ არის ბუნებრივია, ეს არის ის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები და ნატოს წევრი ქვეყნები და ასევე ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს გაფართოების და ევროკავშირის გაფართოების პროცესში არიან ჩართული, მიმართული იქნება ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, რათა იყოს განხორციელებული კონტრზომები იმ არაკანონიერი ქმედების საფასუხოდ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ამ ქვეყნებში. კანონპროექტში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ბერკეტი, რომლითაც რუსეთი გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებზე. სენატის დოკუმენტში ისიც წერია, თუ როგორ აფინანსებს რუსეთი ანტიდასალურ კამპანიას. რუსეთის მთავრობამ არაერთხელ მიმართა და ახლაც მიმართავს საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ტრადიციულად ძალის გამოყენებას, დაზვერვასა და კამპანიებს, გავლენის მოსახდენად, რაც წარმოადგენს მკვეთრ საფრთხეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართ. კანონის დამტკიცებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ 90 დღეში სახელმწიფო მდივანმა უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს გაუწევს ხელმძღვანელობას. ოპოზიცია ხელისუფლებას თხოვს სტრატეგიულ პარტნიორს კონკრეტული წინადადებები და რუსული საფრთხეების შემცირების საკუთარი ხედვა წარუდგინოს. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლოს და სათავისოდ გამოიყენოს ის, რომ ახლა რაც შეიძლება მწვავე ზეწოლა განხორციელდეს კონკრეტულად იმ ფაქტებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს, იქნება ეს რუსული პროპაგანდა, იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ არსებული ოკუპაცია. არის აუცილებელი, რომ ეს ახლა კარგად იყოს გამოყენებული კონკრეტული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას უნდა გააჩნდეს. მე არა ვარ დაწყვეტილი, რომ ამ წუთში მას ეს გეგმა გააჩნია. ყოველდღურად რა აქტივობებში უნდა იყოს ეს ნახატახაჯული, მაგრამ ამასთანავე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას გააჩნდეს ხედვა, როგორ დააბრუნოს საქართველოს-რუსეთის ურთიერთობები დღის წესრიგში ნატო-რუსეთის ურთიერთობების, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების. შეერთებული შტატები ახალი კანონპროექტით იმის გაკონტროლებასაც აპირებს, თუ რა გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკასა და სამოქალაქო სექტორზე რუსული ფული. ანალიტიკოსების აზრით, კანონის ამ ნორმის ამოქმედება რუსულ პროპაგანდას ყველაზე რეალურ წინააღმდეგობას გაუწევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც რუსეთი აქტიურად იყენებს, ეს არის რუსეთთან დაკავშირებული ფინანსური არხები და ფინანსები, რომლითაც ის ცდილობს შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედია საშუალებების მოსყიდვას. ამ ფინანსური არხების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი გადაკეტვაც ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ჩვენი პასიურობა არის ცუდი, იმიტომ რომ რამდენადაც კარგად არ უნდა გაიხსნას რაღაც თემები, ჩვენ თუ ისევ რუსეთი არ გავაღიზიანოთ რეჟიმში, არ გადავდგეს სწორი ნაბიჯები, ხო? ეს პაკეტები არ იქნება ისეთი გამოყენებადი და ისეთი სარგებლის მომტანი, როგორც შეიძლება იყოს. კიდევ ერთი კანონი, სადაც ტერმინი ოკუპაცია ჩაიწერა, რომ საქართველოს სუვერენიტეტს კიდევ უფრო გაამყარებს, ამის შესახებ ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კურტ ვოკერიც საუბრობს. რუსეთი ძალიან აქტიურად და აგრესიულად ცდილობს გავლენა მოახდინოს საჯარო სივრცეზე. ამერიკას კი შეუძლია რუსეთის ამ აგრესიულ საინფორმაციო ომს გაუმკლავდეს. ვფიქრობ, ნატომ და ევროკავშირმა ბევრი უნდა იმუშაონ საქართველოსთან შიდა დემოკრატიისა და ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საკმაოდ რთული სამუშაოა შესასრულებელი. ამასთან ამერიკამ და ევროკავშირმა გაწევრიანებისთვის საჭირო ვალდებულებები უნდა შესთავაზონ ქვეყანას. რუსეთის პროპაგანდისა და აგრესიული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა კი ამის ნაწილია. ახალი კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ ივნისის ბოლოს დამტკიცდება, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასაც უჭერს მხარს. რუსეთი ალიანსის გაფართოებას არა მხოლოდ კავკასიაში, ბალკანეთშიც ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ ამერიკა აპირებს საქართველოს და კიდევ რამდენიმე ასპირანტი ქვეყანა მოსკოვის აგრესიისგან დაიცვას, რათა მათ თავად გადაწყვიტონ საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. დეკანოს გიორგი მამალაძეს ადვოკატების საპატრიარქოს იურისტ სუჩივიან მამალაძის უფლებადამცველები სასამართლო სარჩელით ხვალმიმართავენ და ითხოვენ, რომ ედიშერ ქარჩავამ ბოდიში მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომლებიც დაკავებული სასულიერო პირის მისამართით გააკეთა. საქმე ეხება 50 მილიონის გაფლანგვას, ამის შესახებ ქარჩავამ გადაცემა არჩევანში გასულ კვირას ისაუბრა. სარჩელით, რომელსაც ადვოკატები ხვალ შეიტანენ, შესაძლოა ქარჩავას გარკვეული მატერიალური ზარალის ანაზღაურება დაეკისროს.
მოვითხოვეთ ჩემი წერილით მოვითხოვე ოფიციალურად საპატრიარქოდან იმ დოკუმენტაციის მიღება, რომლის საფუძველზეც ეს ცილის წამებულური განცხადებები გააკეთა ბატონმა ედიშერმა, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე არ მიღია. და ნუ ამის თაობაზე შუამდგომლობაში მიუთითეთ, რომ სასამართლომ უნდა გამოითხოვოთ, თუ რას ეფუძნებოდა ეს ცილის წამება და რა დოკუმენტაცია ჰქონდათ მათ ხელთ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ეს ყველაფერი იყოს უარყოფილი ბატონი ედიშერის მხრიდან და გარკვეული მატერიალური ზარანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მისი მხრიდან. და უცხოეთის ახალი ამბები ჯეიმს კომიმ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა მას მაიკლ ფლინზე გამოძიების შეწყვეტა სთხოვა. FBI-ის ყოფილმა დირექტორმა დღეს სენატის დაზვერვის კომიტეტს დონალდ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირებისა და არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ ჩვენება მისცა. ჯეიმს კომის თქმით, ის გაკვირვებული დარჩა, როდესაც პრეზიდენტმა მას სთხოვა ფლინზე გამოძიება შეეწყვიტა. დღევანდელ სხდომას პირდაპირ ეთერში მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს, ამიტომ პოლიტიკურმა მიმოხილველებმა მას სიმბოლურად ვაშინგტონის სუპერთასის თამაში უწოდეს. რამდენიმე საათში დიდ ბრიტანეთში საარჩევნო უბნები დაიხურება და არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი პარტია გაუძღვება გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს. არჩევნები უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებისა და რეიდების ფონზე მიმდინარეობს. სპეცოპერაციები ჩატარდა ლონდონის 3 რაიონში. ტერორიზმის ბრალდებით 2 ადამიანია დაკავებული. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კი ინციდენტი მოხდა კანდიდატის მოლოდიში მყოფი ჟურნალისტები ერთმანეთს ადგილის გამო ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. და ახლა კურიერში ამიდის ძროა პროგნოზ დღეს პაატა გაგვაცნობს. ხვალ ბათუმსა და ფოთში 26 გრადუსია მოსალოდნელი. 29 გრადუსი სითბო იქნება სოხუმში. ზუგდიდში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება, 29 გრადუსია მოსალოდნელი ახალციხეში. 33 გრადუსი სითბო იქნება ქუთაისში, ლენტეხში +29, ცაგერში +28. ამროლაურში კი +29 გრადუსია ნავარაუდევი. 27 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ცხინვალში, გორში 29 გრადუსი იქნება, 30 გრადუსამდე გათბება ჰაერი თბილისში. რუსთავში 32 გრადუსი სიცხეა ნავარაუდევი, თელავში +26, სიღნაღსა და პარელშიც +26 გრადუსია მოსალოდნელი. უახლოესი დღეების პროგნოზი კი ასეთია. ახალი ექსპერიმენტული პროექტი გიორგი მიქაძისა და ანსამბლ ბასიანისგან ამერიკაში მოღვაწე ქართულმა პიანისტმა ქართული ხალხური მუსიკისა და თანამედროვე მიმდინარეობების გაერთიანებით ახალი ჟღერადობა შექმნა. პროექტ ვოისას მსმენელი პირველად პეკინში მოისმენს. მიქაძე ანსამბლ ბასიანთან ერთად პირველი საერთო კონცერტისთვის ემზადება. აფხაზურის სიმღერის მოტივებზე აგებულ მუსიკალურ ექსპერიმენტსაც სხვა სიმღერებთან ერთად 14 ივნისს ჩინეთში შეასრულებენ. მუსიკალური მიმდინარეობების შემდეგ ხალხურ მუსიკაზე მუშაობა გიორგი მიქაძემ დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა. 2016 წელს კი სხვადასხვა კუთხის განსხვავებული მუსიკალური მემკვიდრეობის დამუშავებით ქართველმა პიანისტმა სრულიად ახალი ჟღერადობა და მრავალჟანრობრივი ექსპერიმენტული პროექტი ვოისა შექმნა. თითო კომპოზიციაში ვეცადე რომ სხვადასხვა რაღაც იდეები ჩამედო, მაგალითად თვითონ სიმღერა ვოისა, რომელიც ამას პროექტს თვითონ დაერქვა. ეს არის ქართული სიმღერა, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მოხდა ამის რაღაც ნაწილის აღება და ჰიპ-ჰოპის რიტმთან შერწყმა. ამავდროულად ზემოდან დადება რეპერის, ასე რომ ვთქვათ, ჰიპ-ჰოპის რეპი ზემოდან, რომელიც ანუ ეს ყველაფერი გაიწერა ეს გრამობით, იმიტომ რომ შესაძაც ქართულ მუსიკასთან მაქვს შეხება ძალიან ბევრი გათვლა არის საჭიროდ, იმიტომ რომ აი ძალიან რთულია რომ ქართულ მუსიკას სწორად მოკიდო ხელი და აი სულ აი ამ პროცესში ვარ რომ აი რაღაცა არასწორად არ გამოვიდა. სრულიად განსხვავებულ ჟანრებში მოღვაწე მუსიკოსები გიორგი მიქაძემ პირველად ნიუ-იორკში შეკრიბა. ჯაზის, R&B-ის და ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების და ანსამბლი ბასიანის კოლაბორაციით 10 ახალი კომპოზიცია ჩაიწერა.
ხელშეკრულებისთვის ამის ხელის მოკიდება ცოტა რთულია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ და არა მარტო მე ბიჭების ყველა ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგად არის მოხერხებული ის ის ორიგინალი რაც აქვს ქართულ დატოვა და მან დაადო ქვემოდან აი ესეთი ძალიან კარგად გამოუვიდა მას ეს ყველაფერი დაადო ჰიპ-ჰოპის ელემენტები. საინტერესო ფაქტი არის, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის წარმომადგენელია, ბრაზილიელი, პალესტინელი, ებრაელი, ამერიკელი, ფრანგი და ეს უკვე რაღაცა სხვადასხვა ჟღერადობას ქმნის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი კულტურა მოაქვს თავის დაკვირაში, ხო? და სწორედ აი ამ შერწყმით და ქართული ჰარმონიით რაღაცა ახალი და საინტერესო იქნება. ქართული ტრადიციული კულტურის ტრანსფორმაცია ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით ეთნო-ჯაზისგან ბევრად განსხვავებულად ჟღერს. ექსპერიმენტის წარდგენას პროექტის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გეგმავენ. ისეთ გადის ამ პროექტით ჩვენი თუნდაც ტრადიციული კულტურა, ტრადიციული ხალხური სიმღერა, რომელიც თქვათ უსმენს ჯაზს და არის ძალიან ისეთი თქვათ მსოფლიოში ესეთ ცნობილი ხალხი და ცნობილი ადამიანები, ცნობილი მსმენელი. ვცდილობდით, რომ მოგვეძებნა ის სიტუაცია, სად მოხდებოდა ამის შესრულება და ჩვენ ახლა ძალიან გვიხარია, რომ მივდივართ ჩინეთში და ამის პირველი კონცერტის სახით წარმოდგენა მოხდება პეკინში. ვოისას მოგზაურობა ქართულ და უცხოელ მუსიკოსებთან ერთად პეკინიდან დაიწყება. საქველმოქმედო ფონდი ქართული გალობისა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავად ექსპერიმენტული პროექტის პრემიერა შესრულდება. ასეთი იყო დღის მთავარი თემები და კურიერი 9 საათზე, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით.